სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ჩვენი სარწმუნოების უმთავრესი განმასხვავებელი, რომელიც მას უსასრულოდ განაშორებს ყველა სხვა სარწმუნოებისაგან, არის ის, რომ ჩვენ გვწამს, რომ ღმერთი მოვიდა ჩვენთან. ღმერთი მოვიდა ჩვენთან ადამიანად, იგი ჩვენერი ადამიანი იყო, გარდა ცოდვისა, ბუნებას გულისხმობ, თორე პიროვნულად ის ღმერთია და ყველაფერი მას უკავშირდება. გახსოვთ, რას ეუბნება მოციქულს, რომ ვინც მე მიხილა, მან მამა იხილა. ვერავინ მივა მამასთან თუ არა ჩემს მიერ. რომ ყოველი სასჯელი მისცა მამამ ძეს. რომ იგი არის გზა, იგი არის სიცოცხლე და ჭეშმარიტება. და როდესაც მოციქულები იწყებენ მოღვაწეობას მაცხოვრის აღდგომის შემდგომ, უმთავრესი რასაც ებრძვიან რელიგიური ადამიანები, მათ შორის სასულიერო პირებიც, მოციქულებში სწორედ ის არის, რომ მათ ქრისტეს სახელით არაფერი არ მოიმოქმედონ. იესო ქრისტეს სახელით არაფერი არ მოიმოქმედონ, არაფერი არ გააკეთონ, არ ასწავლონ, არ დამოძღვრონ, არც სასწაული არ მოახდინონ იესო ქრისტეს სახელით. და მოციქულები გახსოვთ, რას ეუბნებიან, რა უფრო მართებულია თქვენ დაგიჯეროთ თუ ღმერთს, იმიტომ რომ იესო ქრისტე, კვეთით აღდგარი, ადამიანად მოსული ღმერთი არის ქვაკუთხედი ჩვენი სარწმუნოების. ღმერთი რომ არ განკაცებულიყო და ადამიანად რომ არ მოსულიყო, ჩვენ გვექნებოდა მხოლოდ ისეთი წარმოდგენები ღმერთზე, რაც ჰქონდათ უკეთეს შემთხვევაში ძველი აღთქმის მართლებს. ეს წარმოდგენა არ იყო ის წარმოდგენა, რომელიც უნდა ქონოდათ, იმიტომ რომ გახსოვთ, ყველაზე დიდი ადამიანთა შორის, როგორც უფალი ამბობს, იოანე ნათლისმცემელი. გახსოვთ, როგორ გაოცებული ეკითხება, რომ მე უნდა მივიღო შენგან ნათელი და შენ ჩემთან მოხვედი? კითხვის ნიშნები აქვს იოანე ნათლისმცემელს. იოანეც ვერ ხვდება. შემდეგ ვხედავთ, რომ მოციქულებიც ვერ ხვდებიან. ღვთისმშობელი მის წინ რაც ხდება, მაცხოვართან დაკავშირებით, ყველაფერს გულში იმარხავს, ფიქრობს, უღმავდება. თვით ასეთი დიდი ადამიანებისთვისაც კი საიდუმლოება არის, მიუწვდომელია. და რატომ? იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ძველ აღთქმაში სარწმუნოება რაც იყო, სწორე იყო, მიუხედავად ამისა, სასუფეველი არ იყო გახსნილი ადამიანთათვის. ანუ ადამიანის ადამიანის წვდომა მიღმიერი სამყაროსადმი შეუძლებელი იყო. და ეს იმაშიც ვლინდებოდა, რომ გარდაცვალების შემდგომ ადამიანი ჯოჯოხეთში, შეოლში ჩადიოდა, ჯოჯოხეთში, რომელშიც მართლები მართალია აიტანჯებოდნენ, მაგრამ იქ ღმერთი მათთან ერთობაში არ იყო. გარდაცვალების მერეც კი მათთვის ღმერთი რჩებოდა უდიდეს საიდუმლოება და მიუწვდომელი იყო და რაღა უნდა თქვათ ხორცში მყოფ პერიოდზე. და ამიტომაც არის, რომ იოანე მოციქული პირდაპირ ამბობს თავის სახარებაში პირველ თავში, რომ ღმერთი არავის არასოდეს უხილავს. არავის არასოდეს უხილავს. გამონაკლისის გარეშე. იგი ყოველგვარი ადამიანური გამოცდილების მიღმა. მასე მთელი სისავსითა და ადეკვატურობით ვერ ვიტყვით, რასაც ჩვენ ვამბობთ ხოლმე, მაგრამ თუ სიღრმისეულად ჩაუღმავდებით, ვერ ვიტყვით, რომ იგი არის ნათელი, იგი არის სიცოცხლე, იგი არის სიყვარული, თუ გნებავთ, იგი არის სიკეთე. იმიტომ რომ არსებობს ორი ტიპის ღვთისმეტყველება, დადებითი და უარყოფითი. დადებით ღვთისმეტყველებას ჩვენ ვამბობთ, რომ ღმერთი სიკეთეა, ღმერთი სიყვარულია, ღმერთი სინათლეა, მაგრამ არსებობს უფრო ღრმა ღვთისმეტყველება. უარყოფითი ღვთისმეტყველება, სადაც ვამბობთ, რომ დიახ, ღმერთი არის, დადებითი ღვთისმეტყველება ამბობს, რომ არის სიკეთე, სინათლე, სიყვარული. არ არის ღმერთი, არც სიკეთე, არც სიყვარული, არც სინათლე, არც ბედნიერება.
არც სიცოცხლე, არაფერი ამ ყველაფრის იმდენად დიადია, რომ ამ ყველაფრის მიღმა და ამიტომ ღმერთი არავის არ უხილავს. ხოლო სიკეთე, სიყვარული და ყოველგვარი ღირებულებები და სათნოებები მისი ენერგიების გამოვლინებებია ჩვენთან მოსული, რომ ჩვენ რაღაცნაირად მაინც აღვიქვათ. მაგრამ ჩვენ გვაქვს მცნება, რომ ღმერთი გვიყვარდეს მთელი ჩვენი არსებით, გულით, გონებით, სულით. და როგორ გვიყვარდეს ღმერთი? როგორ? ღმერთის სიყვარული არის მაცხოვნებელი. თუ ღმერთი არ გიყვარს, შენ ქრისტიანი არასოდეს იქნები. იმიტომ რომ ანგარებიანი დამოკიდებულება ღვთაებისადმი ცნობილი იყო წარმართულ სამყაროშიც. მე რაღაცას ვაკეთებ და შენგანაც რაღაცას ველოდები. ეს ქრისტიანობაში არ არის. ქრისტიანობაში არის უანგარო სიყვარული ღმერთისადმი. ეს არის უმთავრესი მცნება, მაგრამ როგორ? როცა მე მასთან არანაირი კავშირი არ მაქვს და ვერანაირი რესურსი ვერ მოიძებნება ჩემში, რომ მე ის ვიხილ. მაგრამ არის ძალიან საინტერესო ადგილი წმინდა წერილში ისევე იოანეს სახარებაში პირველ თავში. ხოლო ჩობილმა ძემან, რომელი იყო წიახთა მამისათა, მან გამოთქვა. არ ვიცით, ვერ შევიმეცნებთ, მაგრამ ძე ღმერთმა, რომელიც მამის თანაარსია, მიიღო რა ადამიანური ბუნება, დამელაპარაკა რა ადამიანურად და ცხოვრების წესი რა მაჩვენა ადამიანურად, ადამიანური ცხოვრების წესი მაჩვენა. ოღონ ადამიანს ამ შემთხვევაში იგულისხმება ადამიანი დიდი ასოთი, სრულყოფილი, ისეთი როგორც ღმერთმა ჩაიფიქრა, ღვთის მსგავსი ადამიანის ცხოვრების წესი მაჩვენა, რომელიც ამავე დროს თან ჩემნაირია. აი სწორედ ძე ღმერთმა, რომელიც მამის თანაარსია და თავად უსასრულო ღმერთია, მან გამოთქვა, მან მითხრა და მან მომცა შესაძლებლობა ღმერთის შემეცნების. ამიტომ ერთადერთი გზა, რომ ჩვენ მამის შვილები გავხდეთ, იყავით სრულნი, ვითარცა თქვენი ზეციური მამაა სრული, მამას ვეძახით მამაო ჩვენო და უნდა დავიმკვიდროთ მისი წიაღი, რომელშიც ბევრი სავანი არის. ბევრი, თითოეული ჩვენთაგანისათვის წინასწარ გამზადებული, როგორც უფალი გვასწავლის წმინდა წერილში. წინასწარ გამზადებულია ეს ყოველივე. ჩვენთვის, სანამ დავიბადებოდით. ანუ მამის შვილობა, მამის სიახში მყოფობა, წინასწარ გამზადებულია. ეს ყველაფერი რომ დავიმკვიდროთ, ამისათვის საჭიროა ვეძებოთ ერთობა ქრისტესთან. და მისი მოსმენა ვისწავლოთ. ძე ღმერთმა გამოთქვა, არავის არ უხილავს, არავის. ძე ღმერთ არც ღვთისმშობელს, არც იოანე ნათლისმცემელს, არც მოციქულებს, არც აბრაამს, არც ისაიას, არც ეს ძე ღმერთმა გამოთქვა და მისი მოსმენა უნდა ვისწავლოთ. და თუ ჩვენ ქრისტეს არ მოусმენთ, ჩვენ ვერ შევიმეცნებთ ღმერთს. გახსოვთ უფლის სიტყვები, რა არის მარადიული სიცოცხლე? მარადიული სიცოცხლეა იცოდე ღმერთი და რომელი მან მოავლინა იესო ქრისტე. იცოდე, ანუ შეიმეცნო, რომელიც შეუძლებელია ძე ღმერთის მოსმენის გარეშე. ეს კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს იმაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი პიროვნული ურთიერთობა იესო ქრისტესთან, რომელიც შეუძლებელია გონიერი ლოცვის სწავლის, ანუ იესოს ლოცვის გარეშე. დღევანდელ სახარებაში ძალიან საინტერესო რამე აღმოვიკითხეთ. ხოლო მათ მეხსეულად დაუტევეს ბადე მათი და შეუდგეს მას. მოციქულებზეა საუბარი. პეტრეზე და ანდრიაზე. შემდეგ ასევე დღევანდელ სამოციქულოშია, რომ ბადეს დაუტოვეს, მამაც დაუტოვეს ზებედე. ლაპარაკია იოანეზე და იაკობზე. რა საინტერესოა, ხო? როგორია ყველაფერი, მათთვის ბადე, ნავი, მამა, ყველაფერი იყო. აი რაც ყველაფერი გაქვს, წარმოგიდგენთ ჩვენთანაც რაღაცა აქვს. ეს რაღაცა ამ ქვეყნიური თვალსაზრისით ყველაფერი ასე ამ სიტყვით მოусაზღვროთ, უცებ ყველაფერს ტოვებ, ზურგს აქცევ და მიყვები. როგორი გასაკეთებელია? რა იყო ამის მიზეზი? თეოფანე დაყუდებული კარგად ამბობს. იმიტომ რომ უკეთესი იხილეს და თეოფანე აგრძელებს, ამგვარია ადამიანური სიცოცხლის წესი, კანონი. უკეთესის დანახვის შემთხვევაში უარეს ზურგს ვაქცევთ.
ესე იგი, იმისათვის რომ ნამდვილი ქრისტიანი გავხდეთ, ჩვენ ქრისტე უნდა დავინახოთ. დავინახოთ არა ინტელექტუალურად, არამედ გულის თვალით, თითქმის შეხებითად. რომ რატომ თითქმის? იმიტომ რომ შეხება არის ეს თუ კიდო მეტია ვიდრე შეხება. იმიტომ რომ ამ ჩემ ცხოვრებას ვეხები. ჩემი ცხოვრება შეიძლება იყოს ნავი, ბადე, მამა, დედა, ცოლი, შვილი, მაგრამ ამავე დროს შეიძლება იყოს ჩემი უკეთური ვნებები, გულის თქმები, მიდრეკილებები, რითაც მე ვხარობ, მე მიყვარს ცოდვა, მიყვარს ეს სოფელი, თავის ყველა გამოვლინებით. და მე მას ვეხები, ეს ცხოვრება მე მეხება, ჩვენ ვეზიარებით ერთმანეთს და მე განვიცდი ბედნიერებას ამ ცხოვრებისაგან. კი მესმის ამით, რომ ეს მომაკვდინებელია. ისე როგორც ნარკომანს ესმის, რომ წამალს რო იკეთებს, მომაკვდინებელია, მაგრამ ხარობს ამ წამლით. მემთვრალეს ესმის და ასე შემდეგ, მაგრამ ხარობენ, იმიტომ რომ ეხებიან, სიკვდილს ვერ ეხება, ამას ეხება, ამას ვეხები, ღმერთს ვერ ვეხები. თუ ქრისტე შეხებამდე არ დავინახე, ჩემი გულით, ოღონ ეს რა ფენომენია, ბოლომდე ამის გაცნობიერება შეუძლებელია ადამიანმა, რომ დატოვოს ეს სოფელი, შეუძლებელია ადამიანმა დატოვოს არა ფიზიკურად, მხოლოდ, იმიტომ რომ ეს მონოზნობაა, არამედ ერისკაცმაც უნდა დატოვოს გულის მდგომარეობით, გულში მას ქრისტე უნდა ყავდეს. და არა თუ კეთილის დატოვებაა შეუძლებელი, არამედ იმის დატოვებაცაა შეუძლებელი, რომელიც იცი რომ კლავს სიძვის, მრუშობის, ნარკოტიკის, თამაშის, მემთვრალეობის, ათასგვარი უბედურების, იმათი დატოვებაც კი რთულია. იცი რა რომ კლავს, იმიტომ რომ იმას ეხები, ხოლო ქრისტეს ვერ ეხები. ერთადერთი გამოსავალი, რომ ჩვენ ეს ამ ცხოვრებაში გული მხოლოდ ღმერთს ეკუთვნოდეს და ყველაფერი გამდევნოთ ჩვენი გულიდან და ცოდვაც და სიკეთეც გულში რომ მხოლოდ ქრისტე იყოს. ამისათვის საჭიროა და აუცილებელია, რომ ქრისტე შევიგზნოთ, განვიცადოთ და გავყვეთ. შეგზნებისა და განცდის შემთხვევაში უგუნურები ხო არა ვართ? იმ წამსვე მივხვდებით, რომ ქრისტე ყველაფერს ჯობია. და რადგან ყველაფერს ჯობია, და რადგან სიცოცხლის წესი და კანონია, რომ უმჯობეს ვირჩევ, ვიდრე უარეს. და რადგან ქრისტე ამავე დროს უსასრულოდ ჯობია ყოველივეს, ამიტომ მე ქრისტეს ავირჩევ. ძალიან ადვილად, ძალიან მარტივად, ყოველგვარი პრობლემის გარეშე შეიძლება ასე ითქვას და კიდევ ერთხელ მივადექით. ამისათვის საჭიროა, მუდამ ვეძებდეთ ჩვენი გულით იესო ქრისტეს, რომელიც ყოველი ადამიანის გულთან დგას. უფალს არ უთქვია წმინდა წერილში მონოზვნების გულთან მდგავარო. უფალმა თქვა ყოველი ადამიანის გულთან მდგავარ და ვრეკო ეგების ვიღაცა მისმინოს. ესე იგი მე ერისკაცმა უნდა გავუღო მას გულის შიგნიდან, ესე იგი მე უნდა ვისწავლო გონიერი იესოს ლოცვა, რომ როგორმე კარები გავუღო მას შიგნით. მაგრამ შეიძლება ადამიანმა თქვას, რომ იცი მე გავიგე ყველაფერი, მაგრამ რაღაც მე არ გამიგონია ღვთისხმა. რაღაც მე ესეთი მოწოდება არ გამიგონია. შეიძლება თავი იმართლოს, უფლის მოწოდება არ გამიგონიაო, შეიძლება ადამიანმა ესე თქვას. მე ამასთან დაკავშირებით წაგიკითხოთ დღევანდელი ეპისტოლედან, რომელთა მიმართ ეპისტოლედან ამონარიდი, რომელიც ძალიან საინტერესოა აი ამ კუთხით. როცა ვიღაცა ამბობს, რომ მე არ გამიგონიაო. ესეთი რამე. შეიძლება ურწმუნოს არ გაუგონია ღვთის სიტყვა უშუალოდ, ხოლო ეკლესიურ ადამიანს არ გაუგონია, რომ თურმე იესო ქრისტეს მოწაფეები ვარ და თურმე ჩვენი ვალდებულებაა, რომ ქრისტე ვეძებოთ, რომელიც შეუძლებელია, კიდევ ერთხელ ვამბობ, გონიერი ლოცვისა და იესოს ლოცვის გარეშე. პავლე მოციქული ესე ამბობს, ეს იმათ გასაგონად, ვისაც არ გაუგონია. რჯულის მსმენელი კი არ არიან მართალი ღვთის წინაშე, არამედ რჯულის აღმასრულებელი გამართლდებიან. ამ შემთხვევაში რჯულად შეიძლება ისიც მოვიაზროთ, ეს არ არის რჯული, მაგრამ ისიც მოვიაზროთ ის წესში და კანონში, რომ ვერავინ მივა მამასთან თუ არა ძის მიერ. ვინც მე მიხილა, ქრისტე ამბობს, მამა იხილა. და ამას რომ მოისმენ სახარებაში, ჩვენ ვკითხულობთ სახარებას, ამის საკითხვა კი არ არის მიზეზი ჩვენი გამართლების, არამედ ამის აღმსრულებელი. რაიცა ითხოვოთ სახელითა ჩემითა მე ვყო.
რასაც ის ჩემი სახელით ითხოვთ, მე აღვასრულებ. ამის წაკითხვა კი არ არის ჩვენი მხსნელი, არამედ ამის აღსრულებაა ჩვენი მხსნელი. ჩვენ უნდა აღვასრულოთ ეს. რაიცა ვითხოვოთ, რა ვითხოვო? თუ არა ის მასთან ყოფობა, შეწყალება, ცხონება, ანუ და როდის ვითხოვო? დილას, საღამოს, შუადღისას, კვირაში ერთხელ, როდის ვითხოვო? მოვიგონო, როდის ვითხოვო? გამოვიგონო წესი სულიერი ცხოვრებისა? თუ პავლეს მოусმინო, მოუკლებლივ ვითხოვდე. და რა არის მოუკლებლივ თხოვა? თუ არა ის, რასაც იესოს ლოცვა და გონიერ ლოცვა ქვია? რა არის სხვა რამე? ესე იგი, რჯულის სმენელი კი არა, რჯულის აღსრულებელი გამართლებია. ეხლა ადამიანი იტყვის, კაცო, მე მაინც რაღაც არ გამიგია. პავლე მოცული აგზელებს. როცა რჯულის არ მქონე, არ გაგიგია, რჯული არ აგაქვს. უსჯულო ხარ, ქრისტიანი ხარ ქრისტეს გარეშე, ქრისტიანი ხარ წესების აღსრულებელი, რელიგიური ცხოვრებით მაცხოვრებელი, თვლი რომ ქრისტიანი ხარ ისე რომ ქრისტეს არ ეძებ მოუკლებლი, ესე იგი რჯული არ აგაქვს, ესე იგი უსჯულო ხარ, ამ გაგებით. ხოლო როცა რჯულის არ მქონე, წარმართი ბუნებრივად აღასრულებენ რჯულს. წარმართებზე საუბრო, წარმართია, რჯული არ გაუგია, მაგრამ ბუნებრივად აღასრულებს, მაინც აღასრულებს. ახო არ გაუგია, მაინც ასრულებს. არ გაგიგია, რომ ქრისტე იესოს ლოცვა შენი საკუთრება უნდა გახდეს, ბუდამ ქრისტეს ძიება შენი საკუთრება უნდა გახდეს. კი, მაგრამ სინდის მიხედე, რისთვის მოხვედი ეკლესიაში? განა ქრისტესთვის არ მოხვედი? განა ქრისტეზე ძვირფასი რამეზე ქრისტეზე ძვირფას რამეს ხედავ, საერთოდ ღმერთს ხედავ, ვერ ხედავ. ერთადერთი მისი დანახვა შეიძლება ქრისტესი, თუნდაც ხატზე გამოსახული, იმიტომ რომ მაშინ ფოტოაპარატი ხო არ იყო და დაინახეს და მოინდომეს რომ დაეფიქსირებინა და დააფიქსირეს, ესია ხო ტრადიცია. თუნდაც შეხედე, იმიტომ რომ კარგი ხატი ხომ ეს გამოცხადებაა, ეს ხომ ღვთისმეტყველებაა. და როგორ შეიძლება არ გინდა არაფერი ღვთისმეტყველება, არანაირი ასკეტური მამების ნაშრომებში ჩაძიება. შეხედე, განა არ მოგინდება ქრისტესთან ყოფნა. განა ეს არ არის ყველაზე მთავარი, თუნდაც ეს არ იცოდი რომ ეს ესია საჭირო. არა გაქვს ჯული, ცოდნა არა გაქვს, მაგრამ სინდის კითხვა რისთვის მოხვედი? რომ ამაუჩვენოს, რომ ამბობ, როგორ გახდები მამის შვილი, თუ ქრისტეს ძმა არ გახდი და არ გახდი. თუ როგორ იქნები ქრისტეს ძმა და თუ ვერ დაინახე, თუ ვერ იცანი, თუ მასთან ყოფნა არ გინდა, სულ, განა პავლე მოციქული ცხონების ფორმულას არ ამბობს? სულ უფალთან ერთად უნდა ვიმყოფებოდეთ და სულ ქრისტესთან ყოფნა თუ დღეს არ გინდა, როგორ ფიქრობ, რომ გარდაიცვლები, მე როგორ იქნები ქრისტესთან ერთად? ამ ეპისტოლეს ხო მიცვალებულთან კითხულობენ. სულ უფალთან ერთად ვიქნებოდით გარდაცვალების შემდგომ, როცა უფალი დაბრუნდება. როგორ იქნები სულ მაშინ, თუ დღეს არ ახარ? განაწმინდა მამები ესე არ გვასწავლიან, ის ვინც დღეს არ არის ქრისტესთან, ვერასოდეს იქნება მასთან. იმიტომ რომ დღეს უნდა გააკეთო შენ არჩევანი. და განა შენ ბუნებითი ჯული არ გეუნება, თუ არ გაგიგია ეს ყველაფერი, რომ ქრისტესთან ყოფნა გინდა, ესე იგი რჯულის არ მქონე წარმართი ბუნებრივად აღასრულებენ რჯულს, ისე როგორც ჩვენს ბუნებრივად უნდა ვიყოთ მიდრეკინი ქრისტესკენ. და მაშინ რჯულის არ მქონენი თვითონვე, ვისაც არ გაუგია. რა არის სწორე? რჯულის არ მქონენი თვითონვე არიან თავიანთი თავის რჯული. ისინი გვიჩვენებენ, რომ რჯულის საქმე გულის ფიცარზე უწერია, წარმართებზე საუბრობს და შენ ქრისტიანს გულის ფიცარზე არ გიწერია, რომ ქრისტესთან უნდა იყო? რასაც მოწმობენ მათი სინდისი, მათი აზრები, რომლებიც ხან ბრალზდებენ და ხან კი ამართლებენ ერთმანეთს. წარმართის სინდისი მამხილებელია და სწორი გზისკენ მიმართავს, რომ საბოლოოდ მან ქრისტე დაინახოს და შენ ქრისტიანს სინდისი ისე არ გიმუშავებს და ვერ ხვდები, რომ ქრისტესთან უნდა იყოს სულ და კითხვის ნიშნები გიჩნდება? და ესე იგი, ხან ბრალზდებენ ეს აზრები სინდისიდან გამომდინარე და ხან ამართლებენ საიმდღისოდ სამჯაროს გულისწყო, როცა ჩემი სახარებისაებ ღმერთი განჯის კაცთა ფარულ საქმეებს იესო ქრისტეს მიერ, ჩემი სახარებისაებ როდესაც მე გახარებთ, ანუ ქრისტეს სახარე, იგივე ქრისტეს სახარების მიერ, ღმერთი განჯის წარმართებსაც კი და მით უმეტეს არ განგვიჟის ღმერთის სახარების მიერ ჩვენ ქრისტიანებს, თუნდაც ერისკაცებს, როცა ვამტკიცებთ, რომ იესოს ლოცვა, ღმერთთან ყოფობა სულ იესო ქრისტეს
მეოხები გონიერი ლოცვის საშუალებით ეს ჩვენი საქმე არ არის, როცა ვამბობთ, როცა მთელი წმინდა წერილი ჩვენი მამხილებელია. როდესაც სამარიტელი დედაკაცი, რომელიც თან მეძავი იყო პრინციპში, კაცმორო თქვას, თან არასწორი რელიგიური ცხოვრება ჰქონდა, ნახევრად წარმართი იყო. ესე იგი, თან გაუნათლებელი იყო, რა ვიცი, რაღა არ იყო. და იესო ქრისტე ისეთ სიმაღლებზე ესაუბრებად, ისეთ სიმაღლეზე აყავს სამარიტელი დედაკაცი, რომელიც მანამდე არც მოციქულებთან მქონია ესეთი საუბარი და არც ნიკოდიმოსთან, ჯულის მოძღვართან, არავისთან არ ქონია. პირველი ქონდა სამარიტელ დედაკაცთან. რისთვის დაიწერა ეს და რატომ მოხდა ეს? განა იმიტომ, რომ როცა თავში მოგივა აზრი, რომ იესო ქრისტესთან სულ ჩემი მყოფობა, ჩემი საქმე არ არისო, როცა ეს აზრი მოგივა, პირი გააჩერო და ხმა დაიდუმო და არ თქვა ეგეთი სისულელე. ამიტომ რომ სამარიტელ დედაკაც აღარ ჯობი ხარ დღეს თანამედროვე ქრისტიანი, აღსარებელი, მაზიარებელი, მირონცხებული, მადლმოსილი, ეკლესიის ცოცხალი, უჯრედი, განა სამარიტელ დედაკაცზე მაღლა არ უნდა იდგე და არ უნდა თვლიდეს შენ თავს იმის ღირსად, რომ ეს ამ საიდუმლოებას ქრისტესთან ყოფობისას ეზიარო, რომ შენი გული მადლის წყაროდ გადაიქცეს. დიახ, ქრისტე მოგვიხმობს ყველას, მაგრამ ქრისტეს მოხმობა დიდი პასუხისგებლობის წინაშე გვაყენებს. ნახეთ რა შეუნება მათესახარებაში დღეს აღმოკითხულში მეოთხე თავში. მოვედით და შემომიდექით მე. ხო, ჩვენ გვაქვს, უნდა გქონდეს პრეტენზია, კადნიერება, რომ გავიგეთ და მოვედით და თუ გავიგეთ და თუ მოვედით, ნახეთ რას გეუბნება. შემომიდექით მე და ყვნეთ თქვენ მესათხევლე კაცთა, სხვა ადგილას მონადირე კაცთა მისიონერული სულისკვეთება, ვალდებულება თითოეული ქრისტიანისა, განსაკუთრებულად სასულიერო პირისა და მთელი ეკლესიისა მისიონერული სულისკვეთება, რომელიც ასე რიგად, სამწუხაროდ, ამრიგად და ასეთნაირად არის, როგორც დღეს არის ჩვენთან ჩამკვდარი. მისიონერული სულისკვეთება. და რას ნიშნავს იყო მისიონერი? თუ არა ის, რომ ქრისტესკენ გაახედო ადამიანი და მისცეს საშუალება გული გაუღოს ქრისტეს და რა ის, რომ დიდი ღვთისმეტყველების მწვერვალებს აზიარო და რა არის ღვთისმეტყველება, თუ არა ღვთისხილვა და როგორ უნდა დაინახო ღმერთი, თუ არა ქრისტეს მიერ, ვინც მე მიხილა, მამა იხილა და ვერავენ მივა მამასთან, თუ არა ჩემს მიერ და არავის ღმერთი არ უხილავს, ხოლო ძე ღმერთმა გამოთქვა, თუ ქრისტესთან ადამიანი არ მიიყვან. და როგორ მიიყვან ადამიანს ქრისტესთან? თუ შენ არ ახარ ქრისტესთან, თუ შენ არ იცნობ ქრისტეს, თუ შენ პოტენციაში გემუქრება შემდეგი საშიშროება, უფალს ეუნები, უფალო შენ წინაშე ვცხოვრობდი, ყველაფერს ვაკეთებდი, ჭამდით, სვავდით, ზოგიერთი განმარტებელი ამბობს, რომ ზიარება იგულისხმებაო, ყველაფერს სასწაულებსაც კი ვახდენდი, ქალწულებას კი გქონდა 10 ქალწულის იგავი გახსოვთ და უფალი გეუნება არ გიცნობ შენ მოქმედო უსჯულოებისა. განა ეს გასაფრთხილებელი არ არის ჩვენთვის, რომ თუ შენ ქრისტეს არ იცნობ, როგორც არ უნდა ფეირვერკებს ახდენდე შენი ინტელექტით, შენი გარეგნული ცხოვრების ასკეტური წესით, თუ შენ ქრისტეს არ იცნობ, ეს ყველაფერი ამაო რომ არის, იმიტომ რომ უფალი გეუბნება არ გიცნობ მე შენ. და თუ შენ ქრისტეს არ იცნობ, როგორ იქნები მესათხევლე კაცთა, მებადური კაცთა, მონადირე კაცთა, როგორ მიიყვან ადამიანებს ქრისტესთან, რანაირად, რა საშუალებით. ის ადამიანი შეიძლება მორჩილებით გისმეს, მაგრამ გული იმას ეუბნება, რომ ამან თვითონ არის ის რას ლაპარაკობს და გახსოვთ იეროთოს ვლახოსის მიტროპოლიტის ამ დიდებული მისიონერის სიტყვები რო წაიკითხეთ. ეს ტენდენცია საშინელი, საშიში ტენდენცია დღეს გავრცელებული, რომ ადამიანები საუბრობენ ქრისტეზე ისე და სხვებს მოუწოდებენ, რომ ქრისტიანები იყვნენ მაშინ, როდესაც თვითონ ქრისტეს არ იცნობენ. და კვლავ როგორ გაიცნობ ქრისტეს? თუ შენი გული დღე მუდამ მოუკლებლივ მას არ ეძებს და ეს კიდე თავისთავად შეუძლებელია გონიერი ლოცვის, ანუ იესოს ლოცვის სწავლის გარეშე. უნდა ჩავწვდეთ ქრისტიანობის არსს. შეუძლებელია ქრისტესთან ერთობა, მისი გაცნობა, თუ ქრისტიანობის არსს არ ჩავწვდით. ყველა რელიგიის არსი არის, რომ ღმერთს შევწიროთ მსხვერპლი, რომ ღმერთის გული მოვალბოთ
და ჩვენ ღმერთი დაგვეხმაროს. ეს არის ყველა რელიგიის არსი, ყველა. რაღაც წესები ვასრულოთ, შესაწირავები გავიღოთ, რომ ღმერთის გული მოვილბოთ. გარდა ქრისტიანობისა. ერთადერთი შესაწირავი არსებობს ქრისტიანობაში. გული შემოსრული, სული შემოსრული. სხვა შესაწირავი, ანუ სიმდაბლე ძიება ღვთისა, სინანული ძიება ღმერთისა. იმიტომ რომ ქრისტიანობაში უცნაური რამე მოხდა. ღმერთი თავად გახდა ადამიანი და თავად შეწირა საკუთარი თავი. ჯვარს იმიტომ ვატარებ. უკან დახურეთ კარები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ ეს შეწირვითი სული ქრისტიანობაში სხვანაირად არის. ანუ ღმერთმა შეგწირა თავი ანუ ეს შესაწირავი თავად ღმერთმა გაიგო. მოკვდა შენთვის. ეხლა ამას აღარ ჩაუღმავდები, ძალიან ღრმა თემაა, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ჩვენ სხვა განზომილებაში ვიყოფები და თუ ადამიანი რელიგიური ზნობების დაკმაყოფილებას ეცდება მხოლოდ და არ ჩაწვდება ქრისტიანობის არსს, რომ მაგ რაღაც სხვა რამეა და თუ ადამიანი ეცნობა, აი დაუჯდომელი წავიკითხე, აი სანთელი დავანთე, აი თანხა შევწირე, აი რაღაცა გავაშენე, გავაკეთე და ექმნება ილუზია. რომ ამით მე ღმერთს ხვერპლი შევწირე და ამექედან გამომდინარე მე მისგან რაღაცა მეკუთვნის, ეს არის სერიოზული შეცდომა. რა სიკეთე არ ვაკეთოთ, ადამიანი იტყვის, რა თქმა უნდა ვაკეთოთ. მაგრამ ამ შემთხვევაში ლაპარაკი არის არა სიკეთის გარეგნულ რაღაცა, არამედ გულის მდგომარეობაზე. გულის მდგომარეობაზე. როცა სიკეთეს ადამიანი აკეთებს, ისე როგორც ქრისტე გააკეთებდა, ქრისტეს სახელით, ქრისტეს საქმის გამგრძელებელი, იმ ადგილას, იმ წამს, იმ დროს, იმ მდგომარეობაში, რაშიც ის იმყოფება. როგორც ქრისტე მოიქცეოდა, ისე რო იქცევა და მისი გულის მდგომარეობა რო ემსგავსება ქრისტეს მდგომარეობას. და ეს ნიშნავს, რომ ვიცხოვროთ ქრისტეს შესაბამისად. როგორ ვიცხოვროთ? როცა ვეზიარებით, სხვათაშორის, როცა გონიერ ლოცვას ებრძვიან და უარყოფენ, რა სასაცილოა გონიერ ლოცვასთან დაკავშირებით, როცა ამბობენ, რომ გონიერ ლოცვა არ შეიძლება ერის კაცისათვის ტყუილში მყოფობა, ანუ ხიბლი იცისო, როცა დიდი იოსების სიხასტე ამბობს, რომ ყველაზე დიდი ხიბლი სწორედ ის არის, როცა ადამიანი იესოს ლოცვას უარყოფს, იმიტომ რომ იესოს ლოცვის უარყოფა პირდაპირ მაცდურისაგან ჩაწვეთებული აზრიაო, ეს დიდი მამა რო ამბობს მე-20 საუკუნისა. როგორ შეიძლება რომ ადამიანი ამას ამბობდეს და თან ქრისტეს სისხლსა და ხორცს იღებდეს? იმიტომ რომ ქრისტეს სისხლსა და ხორცის მიღება ხო უდიდესი სიწმინდეა. მაგრამ როგორ შემოვა ეს სიწმინდე შენში, შენ თუ პიროვნულად ქრისტესთან ურთიერთობას არ ეძებ და არ ესწრაფ? და ეს მედლის ორი მხარეა. ქრისტეს ევქარისტიული ერთობა, ანუ ქრისტეს სისხლსა და ხორცთან ერთობა და იესოს ლოცვა, ანუ პიროვნული ძიება ქრისტეს. ეს მედლის ორი მხარეა, არც ერთი არ შეიძლება, ორი ფთა არის, რომელიმეს მოაკლებ დამთავრებული. და აი, როცა ჩვენ ვეზიარებით ქრისტეს სისხლი და ხორცი, რომელიც ეკლესია საიდან დაიბადა, მისი ნეკნიდა, როცა წყალი და სისხლი გარდა მოხდა, როცა უგმირეს, აი როცა იგი კვდება ჯვარზე, აი იქ მისი როგორც ადამიდან დაიბადა ევა ნიშნავს სიცოცხლეს და მთელი ჩვენ გაუმრავლდი და ცოცხლები ვართ, ასევე ჯვარზე ახალი ადამიანი და მისი ნეკნიდან როცა უგმირეს იბადება ეკლესია, ანუ მეორე სიცოცხლე, პირველი დედა ევა და მეორე დედა იბადება ეკლესია, რომლისაგანაც ჩვენ ვიშვებით მეორედ წყლით და ვიკვებებით სისხლით. ანუ როცა ჩვენ ქრისტეს ვეზიარებით და ეს ყველაფერი მოხდა გოლგოთაზე, არა მარჯვენით მამისა, არამედ გოლგოთაზე. მარჯვენით მამა ნაყოფი იქნება, ხოლო იწყება ყველაფერი გოლგოთაზე. აი ამ დროს, როცა ჩვენ ვეზიარებით ქრისტეს სისხლს და ხორცს, ქრისტესას ყველაფერს ვეზიარებით, ყველაფერს, შობას, მის ამ ქვეყნიურ ცხოვრებას, უსამართლო ცხოვრებას, მისდამი ჯვარცმას, ტანჯვას, შეურაცხყოფას, სიკვდილს, ჯოჯოხეთში შთასვლას. აი ამის შემდეგ აღდგომას, ამაღლებას, დიდებით დაბრუნებას
და მასთან ერთად, სულ მასთან ერთად მარადულ ბედნიერად ყოფობას. და აი ეს ყველაფერი იწყება ჩემი პატარა მცდელობით, მეცადინეობით. ჩავიდე ჩემ შიგნით და უთხრა და ესეც მცნებაა, სასუფეველი გულში ეძებეთ. ესეც მცნებაა და ერთმანეთში ეძებეთ. ჩვენ ახლა ერთმანეთში ვეძებთ, აი აქ დგავართ ერთად უერთდებით ქრისტეს სისხლს და ხორცს და ერთობაში, ერთ სხეულს ვქმნით, ეს ერთი მცნების აღსრულება და მეორე გულში ეძებეთ ეს მეორე ცნობის აღსრულება, რომელიც ასევე არის მოწოდება გონიერი ლოცვისაკენ, იესოს ლოცვისაკენ. ამის გარეშე შეუძლებელია გავყვეთ ჩვენს უფალ იესო ქრისტეს. და შეუძლებელია კიდე მის გარეშე ზეციური მამიშვილობა. ღმერთი შეგვეწიოს და მოგცეს სიბრძნე სწორე სულიერი ხედვისა და სწორე სარწმუნოებრივი ცხოვრებისა. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.